იქნება ჩვენ ცოტა გაგვეძლიერებინა ადვოკატირების ინსტიტუტიც. ეხლა რას გულისხმობ, ეთიკური ჟურნალისტიკა, მე პროფესიონალური ჟურნალისტიკა ამბობია თავისთავად, ხო? მე იმას კი არ ვახარ, რომ მიტინგები დაიგება, რომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და მედია პალიტრაში რო შევა, ეგ თავისთავად, მაგრამ აი როდესაც საქართველოში სამწუხაროდ გახდა თითქმის უკვე შეუძლებელი ინფორმაციის მიღება სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, რის გამოც ჟურნალისტები თქვა თავის პროფესიულ საქმიანობას ვერანაირად ვერ აგრძელებენ და არასდროს არ იქნება მათი პროდუქტი კარგი, იქნება რაღაცა შეგვექმნა ან ქსელი სოციალური, არ ვიცი, ეს არ არის ფინანსური მკეთა, ხო? თქვა, როდესაც მე მიჭირს, ეს რაღაცნაირად რომ გავცელდეს, მიჭირს რა თვალსაზრისით და რა ინფორმაციას მე ვერ ვიპოვებ. ჩვენ ყველანი ვართ რაღაცა განსაკუთრებული მძიმე, ეს ბეჭდური მედიისთვის დაბერდახმებით, ხო, იმიტომ რომ ამ გაზეთებს არ აქვს ტირაჟები ჩვენ გაზეთებს, კითხვა ცოტა საქართველოში გაჭირებული ხალხი, ახლა სამოხდა გაზეთს არავინ არ მეტყობს, ესეც ვიცით და აი რაღაცა ამუშავდეს, მე თვითონ კარგად ახლა ვერ ვაყალიბებ, მაგრამ ალბათ თქვენ გამიგებთ. აი ახლა მაგალითად კონკრეტულად მე ისე რომ ვთქვა, თქვენ რო რაღაცა ინფორმაციას ითხოვდა ამის სანაცვლოდ, ვორქშოპს რო შემოგთავაზებენ, იმაში ანაგლიაში კარგია, მაგრამ მე ხო ეს არ მჭირდება, მე მჭირდება ეს ინფორმაცია და იგივე ჩვენს აი ამ ჩვენი ქსელით, რაც არის ეს Facebook-ზე რაც არის დარეგისტრირებული, ეს რაღაცა ქმედითი გახდეს და ამით გახდება ქმედითი თავისთავად უკვე ხარბიაც, იმიტომ რომ მეთანხმები ყველას იასაც შორენასაც მე ვიყავ წინააღმდეგი ერთ-ერთი მე მგონი ცოტა ვიყავით კი არა მაშინ ვთქვი რომ არა ამიტომ ამ ფორმატის გაფართოება არაწევრებისთვის, მაგრამ აი ახლა ვხვდები რომ საერთოდ თუ არ გაფართოვდა საერთოდ რა აზრია ესეთ შეხვედრებს და რა აზრია და ეს კუთხეც იქნებ რაღაცნაირად ავამუშავოთ ხალხს, ძალიან ძნელია. ძნელი კი არა, თითქმის არის უკვე შეუძლებელი ესე გაგრძელება მუშაობის და შენ ხარ მარტო პირისპირა რაღაცა სტრუქტურის და არც ერთი თქვა, იმიტომ რომ რაღაცა მხარს არ გიჭერს, იმიტომ რომ არც იცის, აი რაღაცა თუ ჩამოვაყალიბეს თორემ სათქმე, მართლა. მინდოდა რომ გავუტანო